ქვეყანა თავის საუკეთესო ინტერესებისთვის თვითონ იბრძვის და შენ ამ ეტაპზე შენთვის საუკეთესო თუ არ იცი რა არის როგორც ქვეყანა და თუ არ ხედავ ცუცსა და კარგს ვერ არჩევ მაშინ რა ვიცი იმსახურებ იმას რომ საუკეთესოებს შორის იყო შენ უნდა აჩვენო რომ რა გინდა პირველ რიგში და რომ ამისთვის შეგიძლია ხმის ამოღება და ბრძოლა ვიღაც მესმის რომ მთელი დღე მუშაობს და წელში წყდება იმ თავის ვთქვათ რაღაცა სამუშაოზე ხო მაგრამ იმის გარდა რომ თავისი პირადი სარჩო ადამიანმა იშოვოს ამის გარდა კიდე არის სხვა სამუშაოც იმ რაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაწია იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ვალდებულია რომ როდესაც მოცემულობა ესეთი არის რომ ხელისუფლება რაღაც თეთრზე შავს ამბობს შენს როგორც შენი ქვეყნის მოქალაქემ შენი აბჯარი უნდა აიღო და უნდა ერთი აგური დადო იმაში რაც არის საუკეთესო მომავლის გარანტი და ამ შემთხვევაში საუკეთესო მომავლის გარანტი არის ის რომ ეს ქვეყანა არ გადავიდეს დასავლური რელსებიდან და გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი თუ ჩვენ იმ რიტორიკით და იმ დინამიკით წავალთ, რომ ქვეყანა დამნაშავეა, ჩვენ დამნაშავეები ვართ, ვინც საქართველოსთვის იარაღი აიღო და იბრძოლა, ისინი უნდა გავასამართლოთ. ეს ყველაზე დიდი უსამართლობა ღალატია პირდაპირ ღალატი არის ქვეყნის ნამდვილად და ყველა მოქალაქე მიუხედავად იმისა, ის არის, რა ვიცი, ბაღში მუშაობს, მინდორში მუშაობს თუ სად მუშაობს, უნდა საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს იმ პატარა ქაღალდის ნაჭრის მიმართ, რომელსაც ქვია პირადობის მოწმობა, სადაც ყველას უწერია, რომ არის საქართველოს მოქალაქე. თუმცა ძალიან ხშირია ეს საქართველოს მოქალაქეობა. მე ვინ გითხავს, ჩემს საერთოდ არ გაითვალეს. ხო და რომ არ გკითხავს, ზუსტად მაგისტრის უნდა იბრძოლო, რომ გკითხო. იმიტომ რომ შენ ეს ქაღალდი ყველა კი არ გიჭირავს ხელში. შენ გიჭირავს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და ამ ქვეყანას როცა შენ ჭირდები, ვალდებული ხარ, რომ გაიღო ის, რაც მისი ინტერესისთვის არის საუკეთესო და იმაზე მაინც ხარ ვალდებული, რომ ცოტა მეტად დაფიქრდე, რისი გაკეთება შეგიძლია, რომ ეს ინტერესი იყოს დაცული და უფრო მეტად წინ წაწეული.